ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. მოდი რა ნინი ქარსელაძეს დაურეკოთ, ეს ქალბატონი უაღრესად შეყვარებულია, უსაზღვროდ და უთავბოლოდ შეყვარებულია. უთავბოლოდ შეიძლება ითქვას, არ ვიცი. ნუ ჩავთვალოთ რომ შეიძლება ითქვას რა. სიყვარულთან დაკავშირებით შეიძლება და მით უმეტეს ნინი ქარსელაძე ადრე იყო შეყვარებული, ესე თავ დავიწყებით, რაღაცა მე პრობლემები შეიქმნა ამ სიყვარულზე, სიყვარული დაინგრა და ახლა გავარკვევთ ვინ არის ის ბედნიერი ადამიანი. ბედნიერი ადამიანი, ვინც და მართალია თუ არა ეს ყველაფერი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთობა. აბა. ურეკავთ ნინი ქარსელაძეს. რომელიც შეყვარებულია და შეყვარებულია და შეიძლება ყურმუს მაგიტომაც არ იღებს, რომ ასეთი შეყვარებულია ყურება. ნინი, აიღე ყურმილი. რა კარგია, როდესაც ხალი შეყვარებულია. ხო იცი, ყოველთვის ლამაზდება, მშვენიერდება. კარგი ხდება. კარგი ხდება. ნუ ნინი ყოველთვის ლამაზი და კარგი იყო. ახლა ამაზეც შეგვიძლია ვთქვათ. წერა ქალაქი იქნება ქალაქის ნომერს არ იღებს ადამიანი. აი ახლა მე მობილურით ვსაუბრობ, ნინი ჩაგვერთო გირეკავთ რადიოდან. არა, დაგირეკავთ ახლა ქალაქიდან დაგირეკავთ, იმიტომ რომ მე ცალკე მობილურიდან გირეკავთ ეხლავე. კარგი, всё, ქალაქიდან გირეკავთ. ესე იგი საოცრება ეთერში ურეკავს ეთერს. ესე იგი ქალაქის ნომერს არ იღებდა ადამიანი და აქედან გამომდინარე დაურეკე ჩემი ნომერი. შენ ხარ ჭკვიანი ბიჭი. ძალიან. პირველი ნომერი. მოკლედ ნინი ქარსელაძეს ურეკავთ, რომელიც ჩაგვერთება რამოდენიმე წამში და გვეტყვის თავის ბედნიერებაზე. ბედნიერი ადამიანი, რომელიც შეყვარებულია. ნუ ამთქნარებ, ნუ გადამყლაპე. მე ვამთქნარებ, რატომ ვამთქნარ? მე არ ვარ შეყვარებული და ეს თემა შენთვის ხო ხდები უკვე. შენ ვიცი რომ გულში ღრმად გულში შეყვარებული ხარ. რა თქმა უნდა. უბრალოდ ვინ არის ის თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი ჯერჯერობით გაურკვეველია. ვარკვე ვეძე. იპოვე აბა და მეც გამაგებინე. და ალო ნინი გამარჯობა როგორც ციხესიმაგრე. მოგესალმებით. მე მგონი მე მეორე ნომერზე მირეკავდით, სამწუხაროდ იქ ვეღარ მიუვსწარი რომ ამაიღო. მოკლედ ცოტა ყავა და ბევრი ჭორი. მოგესალმება ნინი ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ნაზღაიძე მაინც რო ვთქვათ. ესე იგი და ნინი, გითხარე შენ პირადად რა ხდება შენკენ? მოდი სამ ჩვენ დავიწყებთ, იქ მე შენ გითხარ. შეყვარებულიაო ესეთი ამბები გავიგეთ. მე მგონი ჭორები ყოველთვის არის ხოლმე. მე მინდა რომ თქვა, ეხლა გაზაფხულია და ჩემ გულში გაზაფხულია. ანუ შეყვარებული ხარ ესე იგი. მოდი რა პირდაპირ ვილაპარაკოთ. არც კის ვამბობ, არც არას. არა, ესე გაზაფხული ახან შენ გულშიც არის. და იმ კის და არას გიორგი ხომ არ ქვია? არა არ თქვა. ჩემი სეხნია. კარგი, რა მოხდა ნინი? მე მაგალითად მაგაში არაფერს ისეთ ცუც არ ხედავ. პირიქით, მე ძალიან მინდა რომ ვიღაცა მიყვარდეს ახლა ამ გაზაფხულზე შეყვარებული ვიყო და ბედნიერი ვიყო. ალბათ ქალს ყოველთვის აბედნიერს. არა, ხო, მე ძალიან კარგად. უბრალოდ მე ზოგადად მე მგონი არ ვიცი, ამის შესახებ გაგიგიათ მაინც რომ ანუ არასოდეს ამ თემაზე არ ვაპარაკობ სახალხოდ ჩემ პირად გულზე, იმიტომ რომ პირადულია. კარგი, მაშინ მოდი შენ ნუ ილაპარაკებ, ჩვენ კითხვებს დაგისმევთ და შენ გვიპასუხე. დიდი ხანია იცნობ? სიყვარულს ამავა უნდა ვიცათ ხენთან აფხარ. კარგი, შენზე ცოტათი უფროსია? შენზე ცოტათი უფროსია, არ ვიცი. არა, კაი ნინი, მართლა დიდი ხანია იცნობ? ჩვენ ხო არ ვიძახით გვარი გითხარი და რას შვება და რას საქმიანობს, ხო? უბრალოდ ასაკი გითხარი და სახელი ნუ გიორგი უკვე გავარკვიეთ. ხო არაპირებ დაოჯახებას? არა, დაოჯახებას არ ვაპირებ ძალიან. რამდენი წლის არის? ნინი მითხარი, გეხოცებ რამდენი წლის არის? არა, ასაკს არ ვიტყვი, ხა ასაკის მაინც ვინახავ ჩემს. კაი, მაშინ საქმიანობა, სახელი. კაი, საქმიანობა კი არა, ის მაინც გითხარ რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? ვიცნობ, ერთი წელია. აჰა. და სახელი გიორგი ქვია. ნუ რა მნიშვნელობა აქვს გიორგი მაგას? შენი მოსახელია. ხო, შენი მოსახელია. ძალიან კარგი და საქმიანობას ესე იგი არ ეტყვი, ხო, რა საქმიანობს? კარგი, მოდი ის გითხარი, შენ წარმოგიდგენი ამ ადამიანთან შენი ცხოვრება სამომავლოდ, თუ ეს ჯერ დასაწყისი პერიოდია და არ იცი ზუსტად? ზოგადად ისიც არის, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ხვდები, რომ ეს არის თემა, რომელზეც ძალიან მიჭირს ფიქრი. ანუ ზოგადად გათხოვებაზე. ამიტომ ჯერჯერობით ამ თემაზე არც კი ვფიქრობ. იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი გეგმები, უნდა ვთქვა, ჩემი პირადი საქმე, ჩემი კარიერა და შემდეგ ალბათ
მაგრამ მეორე ნახევარი იქნება თუ ვინც იქნება მაგას ანუ ესე ზუსტად ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე ალბათ უკვე ბედის წერა ნინი მეორე ნახევარი ისთვის არის რომ ხელი შეგიწყოს ამ ყველაფერს და ეს ადამიანი გიორგი უკვე სახელის ვიზით გიორგი გიწყობს ხელს ამ ყველაფერში აი როგორ ფიქრობ საერთოდ ამ ადამიანთან მაინც დააკავშირებ მომავალს არ მაინც ხანდახან ხო იცი ადამიანი ფიქრობს ჩვენ არ მიფიქრია ამ თემაზე სიმართლე რომ გითხრა არ ეწყინება თუ გისმენს ახლა არა მგონია რომ თვითონ აგიხსნა სიყვარული ნინი აუღებელი ციხესიმაგრე ხარ არ უჭირს ალბათ გიორგის სიმაგრე სიყვარული არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი სახალხოს იმიტომ რომ ფაქტია რომ ყველაფერი ვთქვით გავიგეთ რა ქვია ერთი წელია იცნობ ისიც გითხარი რომ კარგად ეს ინფორმაცია არის იმისთვის რომ მან ჭორი დადასტურებული იქნას მე მაინც რომ დავაკმაყოფილო მე მაინც გონია ნინი შენ ხარ შეყვარებული და ძალიან გვიხარია ეს ამბავი იმიტომ რომ მართლა გასახარებელი ამბავია გაზაფხული მოვიდა შენ გულში და გაზაფხული მოვიდა მთელ საქართველოში უღმესი მადლობა რომ ჩაგვერთვე წარმატებებს გისურვებ ჩემ პირად საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში ნახვანდის ნინი წარმატებები კარგად ნინი ცოტა ყავა და ბევრი ჯორი ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად